და ახლა ჩვენ შეგვიძლია გადავინაცვლოთ სტუმრებთან ერთად, როგორც უკვე დავაანონსეთ, როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიკომთან ერთად იქნება დღეს ჩვენ ეთერში ძალიან საინტერესო თემით და სტუმრებით ტრადიციულად ნათია ორახელაშვილი, სითიკომის account manager და ასევე ფიქრია გიგანი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი შემოგვიერთდნენ და ძალიან საინტერესო თემებზე უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ნათია, მოდი თქვენგან დავიწყოთ შემოსავლის ნაწილზე, როგორც ვიცით, მეზობლების მიერ მათ შორის ყოველთვიურად გადახდილი თანხა ყველა სამეზობლოსთვის ინდივიდუალურად არის თქვენთან, ასე ვთქვათ, დადგენილი. აი ეს პროცესი როგორ ხდება, როგორ დგინდება, ვინ რამდენი უნდა გადაიხადოს? ყველა კორპუსისთვის ინდივიდუალურად დგება ტარიფი მათი საჭიროებიდან გამომდინარე. ყველა კორპუსი ბუნებრივი ერთმანეთთან განსხვავებული არის და შესაბამისად, თუნდაც ბინების რაოდენობა ძალიან ბევრი ნიშნული არის ამ ნაწილში. ჩვენ ვისმენთ პირველ რიგში მათ საჭიროებებს, სერვისების შესაბამისად, რა სრულიები აქვთ და ამის საფუძველზე უთვლით უკვე ფიქსირებულ გადასახადს. კი ბატონო, და ამ თანხის დადგენისას მოიაზრება თუ არა ის ერთგვარი დამატებითი თანხა, რასაც სამეზობლოების შემდგომში ყულობაში ინახავენ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა კორპუსისთვის, როგორც ვიცით, ძალიან დიდ ბევრ სიახლეებს ანერგავენ ხოლმე კორპუსში ამ დაზოგილი თანხით. მაგალითზე რომ მოვიყვანოთ პირობითად და განვსაზღვროთ კორპუსის ხარჯები, მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ მათი სერვისები და ის თანხები, რაც უნდა გადაუხადონ იმ სერვის მომწოდებლებს, ხო? პირობითად რა ვთქვათ, რომ კორპუსს აქვს 200 ლარი ელექტროენერგიის ხარჯი, საშუალოდ 300 ლარს უხდიან ლიფტიორის მომსახურებას, ასევე აქვთ 500 ლარიანი პირობითად დამლაგებელი და ყავთ ასევე თავმჯდომარე, ვისაც მისი ანაზღაურება ეკუთვნის ბუნებრივია, ხო? ეს არის 1300 ლარი. სტანდარტად 50 ბინაზე რომ გავყავთ, 50 აქტიურ ბინაზე, გამოდის 26 ლარი. გადასახადი, თუმცა ჩვენ თავაზობთ, რომ 26 ლარის ნაცვლად გადაიხადონ პირობითად 30 ლარი და ის სხვაობა რაც იქნება დაუბრუნდებათ ნამატით, კი ბატონო, დანაზოგის სახით და მერე ამას გამოიყენებენ უკვე საჭიროების შესაბამისად. კი ბატონო, ანუ შეიძლება პირობითად ეს შეიძლება ახლა ერთ თვეში 3 ლარი თითქოს არ ჩანდეს, მაგრამ თუნდაც ერთი წლის მერე თან მაგალითად 50 სამეზობლო 50 ჯერ 3 რომ 150 ლარი შევიდეს ერთი თვის განმავლობაში და მერე ეს 1000-2000 ლარამდე შეიძლება ხვიდე 2000 ლარი რაღაცა გააკეთო. შეიძლება რაღაც დეზინფექცია მასიურად გააკეთო, რაღაც რამდენიმე ხე დაარგო და ასე შემდეგ, მოკლედ ბევრი რაღაცა შეიძლება თან ახლა ეს მართლა 3 ლარი ესეთი წნეხი არ მგონია იყოს, რომ აი ეს გამოწვევა შექმნას, რომ მე დამატებით ამას არ გადავიხდი. აი ფიქრია, სწორედ თქვენთან ამ თემის გაგრძელება მინდა. სამეზობლოების პირადი ასე ვთქვათ კორპორატიული მენეჯერი გახლავთ ფიქრია და თქვენი გამოცდილება მაინტერესებს ამ კუთხით, რამდენი ლარი შეიძლება დაემოტოს თითოეულ მეზობელს იმისთვის, რომ ყულაბაში თანხა შეგროვდეს. აი რა გამოცდილებები გაქვთ ხოლმე ამასთან დაკავშირებით? როდესაც როგორც ნათია მოგახსენეთ, თავიდან რომ ტარიფები ითვლება, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ იმას, რომ დამატებითი თანხები ჰქონდეთ კორპუსებს, მაგრამ შესაძლოა ის თანხა რაღაცაში გამოიყენონ და მერე აღარ დაუგროვდეთ საკმარისი. შესაბამისად, როდესაც დგება მომენტი, რომ საჭირო მისამართზე ტარიფი გავზარდოთ, რა თქმა უნდა, ვურჩევთ, რომ პირობითად 1 ან 2 ლარითაც კი რომ გაზარდონ თანხა, ეს რეალურად შემდეგში რაღაც პერიოდის შემდეგ იმხელა სხვაობას გვაძლევს და იმდენად ბევრი თანხა უგროვდებათ ბალანსზე, რომ საკმარისი იქნება იმისთვის გამოიყენონ, რაც მათ სჭირდებათ. ასევე გვაქვს ხოლმე შემთხვევები, რომ თუ კონკრეტულად რაღაცა თანხის აგროვება სჭირდებათ რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, ვურჩევთ ხოლმე, რომ ერთიანად დააგროვონ ეს თანხა, ვეხმარებით იმაში, რომ ეს თანხა კონკრეტულად ერთი თვის პერიოდში გაიწეროს ყველა მობინადრეზე, აქტიურ მობინადრეზე თუ არა აქტიურზე. ყოველ შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ყველა მობინადრე ერთვება ხოლმე საკითხში და შესაბამისად, როცა ეს ერთიანად აგროვება, ესეც ძალიან დიდ თანხას უგროვებს სამეზობლოებს, ესე რომ ვთქვათ და იყენებენ იმ მიზნისთვის, რისთვისაც განსაზღვრავენ ამ კონკრეტულ ერთჯერად გადასახადს. კი ბატონო, რეალურად ეს ყულაბის ნაწილი მათ შორის ერთგვარი შესაძლებლობების ფართო არეალიც არის გრძელვადიან პერიოდში, ხო, სხვადასხვა ასე ვთქვათ პროექტის განხორციელების კუთხით შიდა ნაწილში. აი, საინტერესოა თავად რამდენად აღიქვეს რომ ეს შესაძლებლობა და რამდენად აქტიურად იყენებენ ზოგადად სამეზობლოები ამ აღნიშნულ ასე ვთქვათ შესაძლებლობას. საკმაოდ აქტიურად იყენებენ, რა თქმა უნდა, და მოგეხსენებათ სითქომი ეხმარება სამეზობლოებს იმაში, რომ ელექტრონულად მოხდეს ამ თანხების მობილიზება და პირობითად თავმჯდომარეს არ დასჭირდეს, რომ კარდაკარ იაროს და აგროვოს თანხები. ამიტომ ძირითადად, როცა ესეთი შემთხვევა აქვთ, რომ სჭირდებათ თანხა მოაბილიზონ რაიმე კონკრეტული მიზნისთვის, ჩვენ მოგმართავენ თავმჯდომარეები დახმარებისთვის, ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ ეს თანხები ერთ ყულობაში მობილიზდეს და ერთი საერთო
თანხიდან, საერთოდ დაგროვილი თანხიდან, სადაც მათი ყოველთვიური საწვერო გროვდება, ასევე ის დამატებითი თანხები, რასაც კონკრეტული მიზნისთვის აგროვებენ, ერთიანად მობილიზდეს და ისე მოხდეს შემდეგ მათი გადანაწილება საჭიროებებისთვის. კი ბატონო, არის თუ არა რაიმე ასე ვთქვათ სხვა გზაც, რომელიც შესაძლოა რომ სამეზობლო დამატებითი შემოსავლა და ასე ვთქვათ აქციოს, აი ამ მიმართულებით რო ისაუბროთ. კი ბატონო. ესეთ შემთხვევაში მაგალითად სამეზობლოებს აქვთ შესაძლებლობა პირობითად მათი კორპუსის სახურავები გააქირონ ბილბორდებისთვის, ასევე ლიფტში გამოკრული რეკლამებისთვის მოითხოვონ ანაზღაურება კონკრეტული პიროვნებებისგან ან კომპანიებისგან. რა თქმა უნდა, ეს სამეზობლოს დამატებით შემოსავალს გაზრდის და გამოვა ისე, რომ კორპუსი მისივე შესაძლებლობებს ძალიან კარგად იყენებს. რა თქმა უნდა, ვურჩევთ სამეზობლოებს, რომ მისთვის საკმაოდ ამის მიმართ საკმაოდ ღიად იყვნენ, მისცენ შესაძლებლობა სხვა კომპანიებს. რეალურად ბიზნესი წევს მთელი სამეზობლო ესეც შეიძლება იყოს. მისცენ საშუალება, რომ ორივე მხარე დარჩეს კმაყოფილი. რეკლამას გაუკეთებს კონკრეტული კომპანია მის პროდუქტს და კორპუსი მიიღებს ამით სარგებელს ფინანსურად. კი ბატონო, აი უცებ გამიველა ხა გონებაში, რატომაც არ შეიძლება მაგალითად რომ ყულაბაში აგროვებთ თანხას, ამ ყულაბში შეგროვებული თანხით იყიდო ერთი ლამაზი მონიტორი, რომელიც ლიფტში მონტაჟდება და გრძელვადიან პერიოდში სტაბილური შემოსავალი გექნება. ასე რომ თქვენს გაითვალისწინებთ, ვინც ახლა გვისმენთ და გვიყურებთ, რომ ესეთი და სხვა ბევრი ასე ვთქვათ შემოსავლის წყაროდ შეიძლება გაიჩინოს და მეორე მხრივ თუ ამას ალღუაუგეს ალბათ შეგვიძლია ისე ვთქვათ, რომ შემდგომში კორპუსში შეიძლება დენი შემოსავალი ქონდეს, რომ სამეზობლებს საერთოდ გადასახადის შეტანაც არ მოუწევს და ამან დაასუბსიდიროს აქედან წამოღებულმა თანხებმა ძირითადი საჭიროებები თავად კორპუსის და ფიქრია ამ ნაწილში ასევე მინდა კითხოთ თქვენი გამოცდილებით და ბოლოსკენ რო წავიდეთ ზოგადად ყულაბაში შენახულ თანხას ხოლმე აი რაში იყენებენ რა მიმართულებით სამეზობლოები ძირითადი რა არის კი ბატონო, ძირითად შემთხვევაში მაგალითად ქონია შემთხვევები და გამოცდილება პრაქტიკაში რა თქმა უნდა მისამართებზე, რომ კონკრეტულად დაგროვილ თანხას იყენებენ ან კორპუსის რემონტისთვის, საზარბაზოს კეთილმოწყობისთვის. ასევე ქონია შემთხვევა, რომ ის თანხები, რაც დაუგროვებიათ კონკრეტული თვეების განმავლობაში, მაგალითად ახალი წლის პერიოდში გქონდა ძალიან კარგი ესე რომ ვთქვათ ინიციატივები კორპუსებისგან, კორპუსისთვის ძალიან ბევრი კორპუსმა შეიძინა ნაძვისხე, ასევე გააკეთეს სადარბაზოები, მოაწყვეს საახალწლო და ასე შემდეგ. ასევე როგორც მოგახსენეთ, სარემონტო სამუშაოებისთვის და სხვა ყველა საჭიროებისთვის, რაც შეიძლება ჰქონდეს კორპუსს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და მოკლედ ეს დამატებითი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა დაგროვებული თანხით ბევრი კარგი რაღაცა შეუძლიათ კორპუსს გაუკეთონ. დეკორაციები ახსენეთ, მაგრამ მათ შორის შეღებოს და შემდეგ, როგორც ჩანს, სამეზობლოები ამასაც ყულაბაში შეგროვებულ თანხას დიდ ყურადღებას უთმობენ უკვე, რაც ძალიან კარგია და იმედია ეს მიმართულებაც უფრო მეტად განვითარდება. ზოგადად დანაზოგი კარგია, როდესაც ინვესტირებად ასე ვთქვათ, გარდაიქმნება ხოლმე და ამაშია დანაზოგის მთელი ხივლი და არა მუთაქაში ჩვენს წინაპრებთან როგორც იყო რომ მუთაქაში დებდნენ ხოლმე და შესაბამისად აი ზუსტად სამეზობლოები ამას აკეთებენ რომ ამ დანაზოგს შემდეგში უკვე ინვესტირებას ახდენენ თუნდაც კაპიტალური რემონტისთვის ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ წარმატებები აი ამ თქვენს მიმართულებასაც თქვენ კი შეგახსენებთ რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ნათია ორახელაშვილი, CTO.com-ის account manager და ფიქრია გიგანი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.